ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ უმადურება, სიხარბე და ეგოიზმი. აი ამ ცოდვებს ეხება სახარება, რომელიც იკითხება სულთმოფენობიდან 25 შვიდეულის საკვირაო წირვაზე. ეს არის სახარება ლუკასი მე-12 თავის მე-16-დან 21 მუხლის ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. და ეტყოდა მათ იგავსაცა და რქუა მათ. კაცისა ვისიმე მდიდრისა ნაყოფიერ იყო აგარაკი. და განიზრახვიდა გულსა შინათვისა და თქვა: რაიმე ვყო, რამე თუ არა მაქვს, სადა შევიკრიბო ნაყოფი ჩემი. და თქვა: ესე ვყო, დავარღვინე საუნჯენი ჩემნი და უფრო ისნი აღვაშენე. და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი. და ვრქუა სულსა ჩემსა, სულო, გაქუს მრავალი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთა. განისვენე, ჭამე და სუ და იხარებდე. რქუა მას ღმერთმან: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან. ეგე რომელი მოიმზადე ვისა იყოს? ეგრეცა რომელი იუნჯებდეს თავისათვისისა და არაღთისა მიერ გამდიდრდებოდის. იგავი იწყება იმით, რომ დიდარ კაცს მოუვიდა დიდი მოსავალი. და იგი პირველი რეაქცია მისი არის უმადურება. ესე იგი იმის მაგივრად, რომ ჯერ ისედაც მდიდარი კაცია, არაფერი აკლია და ბუნებრივია, რომ უზრუნველყოფილი ცხოვრობს და მრავალ სიკეთეს, ასე ვთქვათ, სიკეთით სარგებლობს, აი კიდევ ამას კიდევ დაემატა უფრო დიდი, ასე ვთქვათ, სიმდიდრის გაეზარდა ეს სიმდიდრე, შესაძლებლობები გაეზარდა და პირველი რეაქცია რა უნდა იყოს? რასაკვირველია, მადლიერება, სიხარული, რომ ასეთი წყალობა მოიღო ღმერთმა. სურვილი იმისა, რომ აი შენ ესე იგი რაღაც ეს მადლიერება გამოხატო, ხო? და რა არის პირველი რეაქცია? ესე იგი პირველი რეაქცია არის მწუხარება. ანუ პირველ რეაქციაში ჩანს, რომ იგი არ არის მადლიერი. ანუ პირველი აი ქმედება მისი, ესე იგი თქვა ამ კაცმა პირველი აი ეს რომ მიიღო ეს მოსავალი, რა ივყო, რა ესე იგი მოკლედ რა მეშველებაო, ესე იგი ეს რა შავ დღეში ჩავარდიო, რომ აი არა მაქვსო შესაბამისი ნაგებობები იმისთვის, რომ ეს მოსავალი დავაბინაო. აი საგონებელში ჩავარდა, მოკლედ აი კაცი არის შეწუხებული. და იგი ერთი აზრიც არ გაუჩნდა იმის შესახებ, რომ ეს ხუნფალმა მას ასეთი წყალობა მოანიჭა. ამის შემდეგ, ესე იგი, რას ბადებს ეს უმადურება? ესე იგი, უმადურება ბადებს იმის განცდას, რომ ეს ყველაფერი, რაც მას ჰქონდა წარსულში და ეხლაც რაც მიიღო, ეს ესე იგი, უпроსორეთ, უბრალოდ მადლიერება რას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უფლის წყალობაა. ეს ყველაფერი უფლის
განმონიჭებულია, ჩვენი არ არის, ეს საჩუქარია და უნდა გიხაროდეს. და ამას უნდა ექცეოდე არა როგორც ესე ვთქვათ შენს კუთვნილებას, შენს რაღაც პირად ასე ვთქვათ რას შენ ასე ვთქვათ მხოლოდ შენ გეკუთვნის და შენია ესე იგი უფალი კი განიჭებს სიკეთეს, მაგრამ მისია ეს და ისე უნდა გამოიყენო როგორც უფლისთვის არის მოსაწონი. ანუ უფლისთვის სათნო უნებრივია უფალი იმისთვის განიჭებს ამას რომ შენ გამოიყენო ეს მთავარი დანიშნულების აღსასრულებლად, რომ იცხოვრო უფლის ცნებებით და რაც მთავარია ესე იგი დანიშნულება აღასრულო რისთვისაც გაჩნი ამ ქვეყანაზე, რომ იყო ღვთის ხატება, მსგავსება და ესე იგი გახდე ღვთის შვილი და გააგრძელო მარადიულად უფალთან არსებობა. აი ამისთვის გაძლევს ამ სიკეთეს და ეს დროებით ესე იგი შენ მოგეცა ეს გარკვეული სულიერი თუ მატერიალური სიმდიდრე და აი ამისთვის ამ სულიერი სათნოებების მოსახვეჭად და ცხონების გზაზე რომ ასე ვთქვათ წარიმართოს კეთილად. და ესე იგი შენ თუ ეს გავიწყდება რომ ეს არის უფლისა და შენ თუ ამას მიიჩნევ როგორც შენს პირად საკუთრებას რომ ეს ასე ესე შენ გეკუთვნის და ეს არ არის ესე ვთქვათ საჩუქარი ну ბუნებრივია შენ უკვე ბიოლოგიაში არ მადლობ ღმერთს და რაც თავარია ესე იგი არა გაქვს განცდა იმისა რომ აი მადლიერება ნიშნავს რომ შენ უფალს ლოცვაშიც გამოხატავ ამ მადლიერებას, დიდების მეტყველებაში გამოხატავ მადლიერებას და რასაკვირველია მადლიერებას გამოხატავ იმაში რომ შენ რომ გაგახარა უფალმა შენ სხვა ადამიანები გაახარო და რასაკვირველია აი ამითი შენს გაიხარო, სხვას გაახარო და უფალიც გაახარო. და ამავე დროს არის განცდა იმისა, რომ მიუხედავად აი ამ ჩვენ მიერ გამოხატული მადლიერებისა, ჩვენ ვერასოდეს ოდნავადაც ვერ მიუახლოვდებით იმ დიდ წყალობას, რომელსაც უფალი გვანიჭებს. ანუ ჩვენი საპასუხო სიყვარული უფლისადმი ჩვენი მადლიერება უკიდურესად მცირეა იმ წყალობასთან, რასაც უფალი გვანიჭებს, ამიტომაც ფსალმუნში დავით წინასწარმეტყველი ამბობს: დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი და ვერ ვინ შემძლებელს მადლის მიცემად საკვირველებათა შენ. და ის იგი ჩვენი მადლიერება ვერასოდეს ვერ იქნება ისეთი, როგორიცაც უფალი იმსახურებს და როგორიც იმ ასე ვთქვათ სიყვარულის ტოლფასი ახლოსაც ვერ მივა. ამიტომ ქრისტიანი ადამიანი გარდა იმისა, რომ მადლიერია უფლისა, ქრისტიანი ადამიანი ასევე არის ესეთი განცდა აქვს, რომ ჯერ კიდევ ესე იგი არ არის ვალმოხტილი, არასოდეს არ არის ვალმოხტილი და მუდამ ცდილობს, რომ აი უფლის წინაშე ეს გამოხატოს ეს სიყვარული უფლისადმი და რასაკვირველია მოყვასის სიყვარულში გამოავლინოს ეს მადლიერება. და აი რას იწვევს ეს უმადურება? უმადურება პირიქით. ესე იგი გავიწყებს, რომ ეს არის წყალობა ღვთისა, გავიწყებს, რომ შენ ესე იგი რაღაცა ეს მადლიერება უნდა გამოხატო უფლისადმი, მოყვასისადმი სიყვარულში უნდა გამოხატო და აი იმის მაგივრად რომ არა გაქვს ვთქვათ ნაგებობები დაარიგე ეს გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგე, ამით ღმერთსაც გაახარებ, ადამიანების ლოცვას დაიმსახურებ, ადამიანების ესე იგი სიყვარულს დაიმსახურებ, ამაზე დიდი რა უნდა იყოს, როცა ადამიანები სიყვარულით არიან შენსმე და პირიქით თუ
სიძუნწეს იჩენ ადამიანებისგან ძალიან დიდი ასე ვთქვათ განკითხვა შეიძლება ზოგიერთი მძიმე გაჭირვებული ადამიანისგან წყევლაკრულვაც კი აღმოხდეს ადამიანს როცა აი თვითონ იტანჯება და სხვა ასე ვთქვათ არ უთანაგზნობს მას ასე რომ ესე იგი აი ამის მაგივრად ის თulis რომ ეს მას ეკუთვნის ანუ დაავიწყდა რომ ეს საჩუქარია რომ ეს ღვთის საკუთრებაა ის თulis რომ ეს მას ეკუთვნის და ბუნებრივია ეხლა ახან მას ეკუთვნის ანუ თავარი არის რომ როგორ ეხლა ეს მან ღვთისგან მისთვის მოცემული როგორ ესე ვთქვათ შეინარჩუნოს როგორ ესე ვთქვათ ანუ სიხარბე შემოდის ანუ სიხარბე რომ აი ხო გაქვს მაგრამ მეტი გინდა და აი შიში გაქვს რომ ეს ესე იგი ჯერ შიში გაქვს რომ ეს მუდმივად შენი სიმდიდრე უნდა იზრდებოდეს და რო თუ არ იზრდება ეს გაწუხებს მაგრამ მე რომ ამრავლებ ამას და რო იზრდება რომ ეს დაიცვა შეინარჩუნო და ესე იგი რაც მეტი აქვს ადამიანს ესე იგი კიდე მეტი სურს მეტი ენატრება რატო იმიტომ რომ ესე იგი სასოება არის იმაზე რომ აი ამ სიმდიდრეშია თითქოს და მისი ბედნიერების საფუძველი და საფუძველი იმისა რომ იგი ესე იგი წუთის ოფელს გაივლის ესეთ თითქოს და ღირსეულად ერთი შეხედვით ღირსეულად და არც სიამოვნება მოაკლდება არც ესე ვთქვათ მდგომარეობა საზოგადოებაში და ესეთი მოჩვენებითი რასაკვირველია მიწიერი დიდება ექნება და აი ამითი მას გონია რომ ადამიანს გონია როცა ასე ვთქვათ უმადურია და ხარბია გონია რომ ესე იგი ის შეძლებს რომ აი იყოს ღირსეული და ასე ვთქვათ დამსახურებული პიროვნება და თვითონაც ესეთი თვითკმაყოფილებაშია ამის გამო და აი ამ დროს როდესაც ადამიანი აი სიხარბით არის მოცული და აი ამ თავისი პირადი ესე იგი საკუთრებად მიაჩნია ის რაც ღმერთისგან ეძლევა და აი ამის ესე ვთქვათ დაცვისა და შენარჩუნების პროცესშია ჩართული ამ დროს ესე იგი ხლა ის ეძებს გზებს ხომ აი როგორ რა უნდა გააკეთოს და აი აქ არის სწორედ ასე ცოდვილ ადამიანს უმადურს ხარბს რასაკვირველია ეპატრონება მუდამ ჩასაფრებულია ბოროტის სული და მუდამ კარნახობს როგორ განახორციელოს ეს თავისი ცოდვილი სურვილები რომ კიდე უფრო ჩაეფლას ამ ცოდვაში და რასეუნება ესე იგი ნუ მოდის აზრის სწრაფად მალე მოუვა აზრი რაც გაახარებს აი რა გაახარებს მას გაახარებს არა ღვთისწყალობა არამედ გაახარებს რომ აი თავისი ეს პრობლემა რომ აი ეს არ დაკარგოს ეს უხვი მოსავალი აი მოიფიქრა როგორ არ დაკარგოს ანუ როგორ ისევ ესე ვთქვათ აი ამ თავის სიხარბეში აი როგორ დაიკმაყოფილოს ეს სიხარბე როგორ ესე იგი ესე ვთქვათ აღისრულოს ეს ხარბის სურვილი აი ეს მოვიდა ეს აზრი რასაკვირველია ბოროტის სულისგან მიეცა სწრაფად ესე იგი ზათარი ბოროტის სული რო იქ უკარნახოს როგორ განახორციელოს ცოდვილი სურვილები და აი ამბობს რომ ესე იგი დავარღვევ აი ამ ძველი ქართული ცაუნჯეებს ანუ სამეურნეო ესე იგი ნაგებობებს ბეღელებს სადაც ინახავენ დოვლათს და ახლებს ავაშენებ ნუ ესე იგი ამით არის ბედნიერი და ესე იგი ვეტყვიო ჩემ თავსო რომ აიო სულო ესე იგიო ჩემო ყოველივე შენი სიკეთე რაც შენია ყველაფერი რაც შენია აი ამითი მრავალსა წელსა
იცხოვრე განცხრომით, სჭამე, სვი და იხარებდე. და აი რა არის ამ სიტყვებში, რა აზრი არის აქ. აი ხას უსვამს, რომ კეთილი ჩემი, აი უბრალოდ კიდევ ერთხელ წავიკითხავ ამ ოხს. რას ეუბნება თავის თავს, ესე იგი ეს მდიდარი, როცა უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება. და ვრქუა სულსა ჩემსა, სულო გაქუს მრავალი კეთილი, დაუნჯებული მრავალთა წელთა. განისვენე, ჭამე და სულ და იხარებდ. და აი ამის წინა მოხში წერია, რომ ესე როცა ამბობს, რომ აი დავარღვიო საუნჯენი ჩემნი და უფროისნი აღვაშენე და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები. ყოველივე ნაყოფი და კეთილი ჩემი. აი ეს სიტყვა ჩემი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი აქ არის უკვე კულმინაცია ამ ცოდვილი ცნობიერებისა. ესე იგი პირველი, როგორც თქვით, არის უმადურება, როდესაც ადამიანი ღვთის წყალობას განიხილავს როგორც მის კუთვნილებას, რომ ეს არ არის საჩუქარი, არამედ ეს მას ეკუთვნის. ამის შემდეგ, ესე იგი, მას არავითარი პასუხისგებლობა არ აქვს იმისა, რომ გამოხატოს მადლიერება და ეს სიხარული, ეს თავისი, რომელიცაც მას ღმერთის წყალობით აქვს, გამოხატოს ღმერთის მიმართ, მადლიერებაში, ადამიანების მიმართ, თანაგზნობაში, სიკეთის გამრავლებაში არ აქვს ეს პასუხისგებლობა არანაირად და ერთადერთი პასუხისგებლობა არის, რომ აი რაც შეიძლება მეტი ჰქონდეს. ანუ ხო ამიცა ღმერთმა, მაგრამ ესე იგი ის არ არის კმაყოფილი. აი მადლიერი, ესე იგი სულ ვალ მოხდა, ესე იგი თავის თავს ჯერ კიდევ არ თulis ვალმოხდილად, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ გადაიხდის იმ სიკეთის სანაცვლოს და ეს ესე იგი არათუ ესე თქო ვალს გზნობს ღვთისა და მოყვასის წინაშე ვალში რო არის, არამედ პირიქით ესე იგი უფრო და უფრო მეტი და მეტი სურს და აი აქ არის აი როცა ადამიანი აი ესეთ უმადურებასა და სიხარბეში აი კულმინაცია რა არის ამის? ამის კულმინაცია არის აი სწორედ ეგოიზმი. ანუ განცდა იმისა, რომ ეს ყველაფერი არის შენი, შენ ახარ ამის მესაკუთრე და დავიუნჯო, ესე იგი, ჩემი ნაყოფი ყოველი და კეთილი ჩემი. აი ეს, ესე იგი, განცდა იმისა, რომ შენ ახარ ამის, შენ ახარ მესაკუთრე. ანუ რა ხდება აქ? აქ ხდება ყველაზე საშინელი რამ. ესე იგი, უფალმა ადამიანთა შორის განსხვავებული შესაძლებლობები იმიტომ დაუშვა, რომ წერია 60 კულოში უძლურთა ესა ძლიერთა იტვირთეთ უძლურნი. ანუ ვისაც მეტი სულიერი თუ ფიზიკური ძალა გააჩნია, მან უნდა იზრუნოს იმაზე, ვისაც უფრო სუსტია, ხო? გინდა სულიერად, გინდა ფიზიკურად, მათზე უნდა იზრუნოს. და რა ხდება ამ დროს? ამ დროს ხდება ადამიანთა შორის ესეთი სწორედ სიყვარულით დაკავშირება. ერთი გასცემს და რაღაც მოხარულია, რომ ამას გააკეთებს, ბედნიერია, რომ ადამიანს ახარებს და უყვარს ის ადამიანი, ვისაც ახარებს, ხო? ვისაც თუ გინდა რომ გაახარო ადამიანი, ესე გიყვარს ის ადამიანი. და მეორე კიდევ უფრო მეტად რომ მიიღო ეს ასე ვთქვათ სიკეთე, ის ასევე ბედნიერია და უყვარს ის, ვინც მას დაეხმარა და ასე ის დაშვება განსხვავებული შესაძლებლობების, ეს თუ ქრისტიანულად შევხედავთ ამას, ეს რასაკვირველია არის საფუძველი ადამიანთა შორის მეტი სიყვარულისა, მეტი ერთობისა, მაგრამ აი, როდესაც რასაკვირველია ასე არ უყურებთ ჩვენ
განსხვავებულ შესაძლებლობებს, არამედ ეგოისტურად უყურებთ განსხვავებულ შესაძლებლობებს. რასაკვირველია, ის განსხვავებული შესაძლებლობები ხდება საფუძველი სწორედ ადამიანთა შორის დაპირისპირებისა და ძალიან დიდი უთანხმოებისა, კონფლიქტებისა და სიძულვილისა. და აი სწორედ ეს განცდა იმისა, რომ შენ კი არა ხარ მესაკუთრე, ანუ ღმერთის არის ეს ყველაფერი და შენ ესე იგი ამას რომ ღებულობ ამ სიმდიდრეს, შენ თუ არ გაეცი ესე იგი 10 მცნებიდან ესე იგი ერთ-ერთი მცნება არა იპარო, ასე განიმარტება, რომ თუ შენ ის სიკეთე, რაც ღმერთისგან მოგეცა, არ გაუზიარე იმ ადამიანს, ვისაც ეს აკლია, შენ მის კუთვნილს ფაქტიურად ართმევ. ანუ ღმერთმა შენ იმისთვის მოგცა, რომ გადაგეცა ეს სხვა ადამიანებისთვის, ვისაც ეს აკლია, სულიერი თუ მატერიალური, არა აქვს მნიშვნელობა. და თუ შენ ამას არ აკეთებ, შენ მას ართმევ ის, რაც მისია, ანუ მას ფაქტიურად პარავ, ანუ არა იპარო, არ არის მხოლოდ რაღაც ესეთი ძალიან ესეთი ვიწრო გაგებით რაღაც სხვისი ნივთის მითვისება, არა, ეს არის აი სწორედ როდესაც შენში არსებულ საშუალებებს მოყვასისთვის არ იყენებ, შენზე უძლური ადამიანს, შენ მას პარავ და საბოლოოდ რა ხდება, ესე იგი კიდევ უარესი ერთია რომ ეს მოპარვა, მაგრამ შენ მარტო მოყვას არ პარავ. შენ პარავ ღმერთს. როგორ? რას ნიშნავს ღმერთს მოპარო? შენ ღვთის საკუთრებას ითვისებ როგორც საკუთარს, როგორც შენსას. ანუ ღვთისას არქმევ შენ სახელს. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და ეს არის ეგოიზმი, როდესაც ადამიანი ღვთის მადლს, ღვთის წყალობას, ღვთის საკუთრებას, სულიერს, მატერიალურ სიმდიდრეს საკუთრად აცხადებს და როდის ვაცხადებთ ამას ჩვენ საკუთრად. ყოველთვის, როდესაც მას ვიყენებთ, არა ისე როგორც უფალმა გვაუწყა, როგორც უფლის ცნებები ამას გვეუბნებიან, არამედ ისე როგორც ჩვენ ეს გვსურს. და აი ეს არის სწორედ მითვისება უფლის საკუთრებისა და ფაქტიურად ჩვენ გვინდა რომ დავეუფლოთ აი ამ საკუთრებას და ჩვენ გავკარგოთ და ეს რას ნიშნავს? აი ეს არის საკუთარი თავის გაკერპება, როცა შენ ესე იგი ღვთაებრივ სიკეთეს, ღვთაებრივ ღვთისგან ბოძებულ წყალობას, სიკეთეს, სულიერს, მატერიალურ სიმდიდრეს შენ განკარგავ როგორც შენ გსურს. ანუ შენ თავს აყენებ ღმერთის ადგილზე. აი ეს არის, ამიტომ არის ძალიან დიდი ცოდვა ღვთისცნებების გარეშე ცხოვრება, საკუთარი ნებით ცხოვრება. ეს არის ეგოიზმი. ეს არის ეგოიზმი, როცა ადამიანი თვითონ ეს არის გაკერპება საკუთარ. ეგოიზმი არის საკუთარი თავის, ესე იგი, კერპად ქცევა და შენი ნების, ესე იგი, გამოცხადება, ესე იგი, გათანასწორება ღვთისნებასთან. საკუთარი თავის ღმერთთან გათანასწორება არის ეგოიზმი. და აი ამ ეგოიზმში გადადის უკვე უმადურება, სიხარბე და აი ეს რაც ჩვენ წავიკითხეთ, ესე იგი, უკვე რასაკვირველია ეგოიზმი, გაკერპება საკუთარი თავის არის, უფლის შეურაცხყოფა, უფალთან კავშირის გაწყვეტა და საერთოდ რასაკვირველია, უკვე შენ სრულიად იფიტები, იმიტომ რომ შენ თვითონ ხდები შენი სიცოცხლის განკარგავი და შესაბამისად შენ სულიერად უკვე მხოლოდ და მხოლოდ ცოდვილი ცხოვრებით იწყებ ცხოვრებას და რა არის ამ ცოდვილი ცხოვრების ესეთი კულმინაცია, რომ აი შენ ეუბნები შენ თავს, ანუ არწმუნებ შენ თავს, რომ აი შენ თუ გაქვს მატერიალური სიმდიდრე და ზოგადად არა მარტო მატერიალური რაღაცა თანამდებობა, მდგომარეობა, აი შენ ესე იგი შეგიძლია აი წუთი სოფელში იყო, ესე ვთქვათ, განცხრობით იცხოვრო მრავალსა წელს. აი ეს
აი ყოველთვის რასაკვირველია თავის გაკერპება ეს არის ყველაზე დიდი უგუნურება იმიტომ რომ ადამიანი რო ღმერთს გაუტოლებს თავს ნუ ამაზე დიდი უგუნურება რა უნდა იყოს და აი სწორედ ეს ემართება უკვე უმადურს და ხარბს ადამიანს მიდის ეგოიზმთან და სამწუხაროდ ეს არ არის ვიღაცა ეს ეგოიზმი ჩვენში ყოველ ჩვენთაგანში ესე ვთქვათ სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახით ვლინდება ის დაფარულია ჩვენ ყოველთვის ვერც შეიძლება შევამჩნიოთ ეს დაფარული ეგოიზმი ვერც აღმოვაჩინოთ ეს ჩვენში და ზოგჯერ გონია რომ აი სწორედ ძალიან მართლები ვარ ძალიან სწორად ვიქცევი და შეიძლება ეს არის სინამდვილეში ეგოიზმი და ამიტომ ეს გაკერპება თავისა ეს არ არის ესეთი გარეგნული ახლა როგორც ვთქვათ ძველ დროს წარმართულ სამყაროში ხდებოდა გაკერპება ვთქვათ ადამიანი ვთქვათ იმპერატორი თავის თავს ღვთაება დაცხადებდა ასე არ არის ეს ფარული ესე ვთქვათ კერპთაყვანისმცემლობა ფარული გაკერპება და ამიტომაც აი სწორედ ქრისტიანული ცხოვრება ეს არის აი აღმოჩენა საკუთარი ეგოიზმისა აღმოჩენა საკუთარი უმადურებისა აღმოჩენა საკუთარი სიხარბისა რომელიც შეიძლება სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა დროს ეს იგავი ეს არის სიმბოლო არ არის მხოლოდ მართლაც მოსავლის აღებაზე და დაბინავებაზე და განცხრომით ცხოვრებაზე ეს არის აი თავარი ეს არის ეგოისტური ცნობიერება რომლის დაძლევაც ადვილი არ არის რომელიც დაძლევაც ადამიანისგან დიდ ძალისხმევას ითხოვს დიდ ბრძოლას ითხოვს საკუთარ თავთან და სწორედ ეკლესიური ცხოვრება ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან და ეკლესიური ცხოვრება გვასწავლის ერთის მხრივ როგორ ვებრძოლოთ ამ ჩვენს ცოდვებს ჩვენს ეგოიზმს და მეორეც გვაძლევს იარაღს ენერგიას მადლს ჩვენ ერთი რა უნდა ვიცოდეთ რომ თქვა ჩვენ ვიცით რომ ლოცვა და მარხვა ეს არის იარაღები მაგრამ მეორეა რომ ჩვენ ესე იგი ეს ღვთაებრივი ენერგიას უნდა დავეფუძნოთ ლოცვა და მარხვა ღვთაებრივი ენერგიასთან კავშირის გარეშე შეიძლება არ იყოს ნაყოფიერი არ იქნება ნაყოფიერი უფრო სწორედ იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ სული წმინდის მადლის მიღებით ხდება და სული წმინდის მადლი საეკლესიო საღვთისმსახურო საიდუმლოებებში გადმოდის ჩვენზე და შესაბამისად ამიტომ აუცილებელია პირადი რასაკვირველია 8 წელი ლოცვა მარხვა მაგრამ ამავე დროს საეკლესიო ღვთისმსახურო საიდუმლოებებში მონაწილეობა სადაც სული წმინდის მადლი ჩვენში განახლდება ხსარებით ზიარებით და სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობით და აი სწორედ ეს არის სინერგიული ცნობიერება ეს არის სინერგია და ეს ამის გარეშე ეგოიზმის დამარცხება ადვილი არ არის და აი ბოლოს ამ თავდება ეს ყველაფერი იმით რომ ამ დიდრის ამ შემთხვევაში უმადურის ხარბის ეგოისტის ესე ვთქვათ ცნობიერებას უმადური ხარბი და ეგოისტი მდიდრის თორემ მდიდარი შეიძლება იყოს მადლიერიც შეიძლება იყოს მოწყალეც და შეიძლება იყოს რასაკვირველია ღვთისათვის საკუთარი ნების უარმყოფელი ანუ ეგოიზმის სრულად უარმყოფელი და ასეთი მდიდარი პირველ რიგში არის სულიერად მდიდარი და ასეთ მდიდარს მატერიალური სიმდიდრე არ დააზიანებს მაგრამ სანამ ადამიანი სულიერად არ გამდიდრდება მანამდე მან არ იცის როგორ გამოიყენოს მიწიერი სიმდიდრე ამიტომ პირველ რიგში ადამიანი უნდა მდიდრდებოდეს სულიერად და რაც უფრო მეტად გამდიდრდება სულიერად მით უფრო ნაკლებად საშიშია მისთვის მატერიალური სიმდიდრე ამიტომ სულიერი სიმდიდრის მატერიალური სიმდიდრის მოპოვებისზე უფრო პირველ რიგში უნდა ვაყენებდეთ სულიერს ის ჩვენი განვითარება ჩვენი ზრუნვა ესე ვთქვათ ჩვენს გამდიდრებაზე პირველ რიგში უნდა იყოს სულიერ გამდიდრებაზე ზრუნვა და მერე მატერიალურზე პირველ რიგში აი ეს ბალანსი თუ დაცულია მატერიალური სიმდიდრე საშიში არ არის
პირიქით ღმერთი უხვად აძლევს ადამიანს ასეთ ადამიანს, ვინც სულიერად დიდდება, რატომ? იმიტომ რომ ის ამ მატერიალურ სიმდიდრეს სწორად იყენებს და ადამიანებს ეხმარება, გაჭირვებულებს ეხმარება და ღვთის სადიდებლად იყენებს. ასე რომ მატერიალური სიმდიდრე კი არ არის საშიში, როდესაც ადამიანი ეგოისტურად იყენებს, როდესაც ადამიანი ითვისებს ღვთაებრივ საკუთრებას, თავის საკუთრებად აცხადებს და თავის ესე თვითონ განკარგავს, როგორც მას მოესურვება, ანუ თავისი ცოდვების შესაბამისად. და აი ამას ეუბნება უფალი, რომ ესე იგი უგუნურებაა ხო თავის გაკერპება. შენ რას ამბობ, რომ შენ მრავალი წელი იცხოვრებ, განცხოვრებ, რა იცი, რომ მრავალი წელი იცხოვრებ, შეიძლება აი ამავე ღამეს შენი სული, ესე იგი, განეშოროს სხეულს და ეს ყველაფერი შენ რომ მოიმზადე, შენ არაფერი არ გაგყვება იმ ქვეყნად და სულიერად შენ სრულიად ღარიბი ხარ, სრულიად გამოფიტული ხარ და რა გეშველება და ესე დაემართება ყველას, ასე მთავრდება ბოლოს ეს სახარება, ვინც ესე იგი საკუთარი, ასე ვთქვათ, ეგოისტურად ცდილობს რომ იცხოვროს, ეგოისტური ცნობიერებით ცხოვრობს და არ მდიდრდება ეგოისტურად მდიდრდება თავისი აი პირადი კეთილდღეობისთვის ზრუნავს და არ მდიდრდება ღვთისა მიერ, ანუ სულიერად არ მდიდრდება. აი სწორედ ეს სულიერი სიმდიდრე არის მიზანი ყოველი ადამიანისა, რომელიც აქაც გვეხმარება, რომ სწორად ვიცხოვროთ და რასაკვირველია, მიგვაცილებს მარადიულ ნეტარ ცხოვრებაში, ცათა სასუფეველში და დაგვამკვიდრებს ცათა სასუფეველში, ანუ მოგვანიჭებს გავხდებით ღირსი განღმრთობისა, ანუ მიმსგავსებისა ღმერთისადმი მადლით, ბუნებრივი არა ბუნებით, არამედ მადლით, რომ ჩვენ გავხდეთ ვითარცა ღმერთნი და მარადის ვიყოთ უფლის სასუფეველში, უფალთან, როგორც მისი შვილები. აი ეს არის სწორედ აზრი აი ამიგავისა, რომ ჩვენ დავძლიოთ ჩვენ თავში, აი ეს დავამხოთ ეს კერპები, ჩვენ სულში აღმართული კერპები და უპირველეს ყოვლისა ეგოიზმი, რომელიც არის საფუძველი ყველა სხვა ცოდვისა. და აღმართოთ რასაკვირველია, საკურთხეველი ჩვენ სულში, ღვთის სადიდებელი საკურთხეველი, სადაც მომზამდება და დამკვიდრდება უფალი და რომელიც ჩვენ გაგვხდის თავის ტაძრად და ადამიანი უკვე აქ დედამიწაზე უკვე ადამიანი ხდება, ასე იგი, იწყებს ცხოვრებას სასუფეველში. აი ეს არის მიზანი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალ დღესასწაულს დაგასროთ. ჩვენთან არს ღმერთი.